თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გორის მოსახლეობა ერთიანდება. დედაქალაქში დატრიალებულმა უბედურებამ მთელ საქართველოში უპრეცედენტო სოლიდარობა გამოიწვია. სტიქიიდან მეორე დღესვე გორელებმა სხვადასხვა ნივთების შეგროვება დაიწყეს. დახმარების მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, რამდენიმე სპეციალური შტაბი შეიქმნა, სადაც მოსახლეობამ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მიიტანა. მოხალისეთა ჯგუფებმა ფინანსური შემოწირულობაც გაიღეს. საქველმოქმედო აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ახალგაზრდები. ჰიგიენის საშუალებები, საკვები პროდუქტები და სხვა აუცილებელი ნივთები გორიდან თბილისში დღესაც გაიგზავნა. გორში არასამთავრობო ორგანიზაციებმა ორგანიზება გაუწიეს საქველმოქმედო აქციას, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით თბილისში სტიქიით დაზარალებულ ხალხს. ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ გამოიკვეთა ხალხის ერთსულოვნება, საკმაოდ ბლომად მოგროვდა, ასე ვთქვათ, ეს ნივთები, რომლებიც მათ სჭირდებათ, უშუალოდ, ასე ვთქვათ, საყოფაცხოვრებო ნივთებია, ჰიგიენური და ყველაფერი, ასე ვთქვათ, რაც სჭირდებათ, რაც დაკარგეს. რაც შეემთხვა თბილისს, ეს ყველამ კარგად ვიცით და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ყველას ჩვენი წვრილი შეგვეტანა, რითიც შეგვეძლო და ეს მინიმალური რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დავხმარებოდით რამენაირად იმ უსახლკაროდ დარჩენილ ხალხს თბილისში. დღეს მთელი ქალაქი გავერთიანდით, რომ დავხმარებოდით იმ დაზარალებულ მოსახლეობას, რომელმაც ასე უბრალოდ დაკარგეს თავისი სახლები და ყველაფერი რაც გააჩნდათ და ეს ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაეხმართოს და ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ და რაც შეგვიძლია, თუნდაც მცირედი წვრილით დავეხმაროთ ერთმანეთს. და მიხარია, რომ დღეს ამდენი რამე გვაქვს წასაღებად და დასახმარებლად და მიხარია, რომ მთელი საქართველო ფეხზე დგას და მით უმეტეს ჩვენი ქალაქი. მთელი ამ დროის განმავლობაში სტიქიდან მოყოლებული იკრიბებოდა ტანსაცმელი, ჰიგიენური ნივთები, ფულად დახმარება და ახლა გადავწყვიტეთ, რომ წავიდეთ ჩვენი მარშრუტით, ჩავალთ, მივიტანთ მერიაში და დავეხმარებით, რითაც შეგვიძლია თბილისელებს. შევაგროვეთ სხვადასხვა ორგანიზაციებში ტანსაცმელი, პირველად მოხმარების ნივთები, ჰიგიენური საშუალებები, ასევე დაგვეხმარა სხვადასხვა მაღაზიები. და ვფიქრობ, ვალდებულებიც კი ვართ, რომ დავეხმაროთ თბილისელ მოსახლეობას და დავუდგეთ გვერდში, რითიც შეგვეძლება. რიგითი მოქალაქეების გარდა აქციაში ჩართული იყო ადგილობრივი ხელისუფლება და შიდა ქართლში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. სტიქით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოხალისეთა ჯგუფი ისევ მუშაობს. სპეციალურად შექმნილ შტაბებში დახმარების მსურველთა რაოდენობა ამ დრომდე არ კლებულობს.